როგორი იქნება სახალხო დამცველის პოზიცია და განცხადება? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის მანდატი არ არის შეაფასოს არჩევნების ლეგიტიმურობა. ჩვენ არ გვაქვს არჩევნებზე დაკვირვების მანდატი, თუმცა რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებდით მიმდინარე მოვლენებს და გქონდა რეაგირება ცალკეულ ფაქტებზე თუ ინფორმაციაზე, რაც ვრცელდებოდა მედიის საშუალებით არასამთავრობო სექტორის თუ საარჩევნო სუბიექტების მიერ. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ძირითადი ალბათ აქცენტი უნდა გაკეთდეს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებზე და როდესაც საუბარია ზოგადად არჩევნების შედეგების აღიარებასთან, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორედ პირველ რიგში საერთაშორისო ორგანიზაციების და შემდეგ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები და შესაბამისად ამის მიხედვით ალბათ უნდა ხდებოდეს მსჯელობა. მე პირადად მაქვს ნამდვილად ნდობა როგორც იმ საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში თქვენ ხომ იცით, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშების თარგმნის პრობლემაც არის, ან აღქმის პრობლემაც არის, ან მიწოდების საზოგადოებისთვის, აი ისევ უბრუნდები განცხადებებს, რომელიც კეთდება ძალაერთობაში ეს ლიდერების მხრიდან, რომ არავინ არ დაწერდა, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაგრამ იქ ყველა კრიტიკა არის აქეთკენ მიმართული. აი რა ტიპის ეს თქვათ თქვენ როგორც არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლისადმი არის მეტი ნდობა და ამიტომ გეკითხებით. გასაგებია რომ სახალხო დამცველი ეს არ არის არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი. დიახ, ამ შემთხვევაში წმინდა სამართლებრივად რო შევხედოთ, მნიშვნელოვანია რომ დადგინდეს, რომ იმ დარღვევებმა, რაზეც საუბრობენ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მოახდინა გავლენა არჩევნების შედეგებზე. ეს უნდა ამოვიკითხოთ ალბათ პირველ რიგში სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნებიდან, თუმცა რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ გააკეთონ პოლიტიკური განაცხადები და ნდობა გამოუცხადონ ან არ გამოუცხადონ გარკვეულ თქვათ პროცესებს და შედეგებს. ხა რაც შეეხება თავად პროცესს, მეც ვთვლი, რომ იყო გარკვეული პრობლემები ნამდვილად განსაკუთრებით ჩემთვის როგორც სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი ფაქტები, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაციები საუბრობდნენ ამორჩევლის ნების გამოვლენაზე, ზეგავლენაზე. ანუ ეს არის შემთხვევები, როდესაც საუბრობდნენ იმაზე, რომ ხდებოდა მათი მიმართ ზეწოლა, მუქარა, დაშინება, მათ შორის მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობდნენ. საუბარი იყო და დავინახეთ ჩვენ ყველამ კარგად იგივე ეგრეთ წოდებული კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ცალკეული შემთხვევები. მე პირადად ვაპირებ და უკვე დაწყებული გვაქვს ამ ფაქტების გადამოწმება და შესწავლა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ანუ არჩევნების შემდგომი პერიოდიც, როგორ უპასუხებს სახელმწიფო აი ამ ტიპის დარღვევებს. ხა საარჩევნო პერიოდში ზოგადად ინფორმაცია მალქუჭებადია, ის რაც დღეს შეიძლება აქტუალური იყოს, ხვალ უკვე ნაკლებად იყოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიებისთვის, თუმცა იგივე ლეგიტიმაციის თვალსაზრისითაც და შეფასების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია შევაფასოთ, როგორი რეაქცია და შეფასებები ექნება უკვე სამართალდამცავ ორგანოებს აი ამ კონკრეტულ შემთხვევებზე და ამის მონიტორინგს ჩვენ ნამდვილად განვახორციელებთ. ისე შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად ოპერატიულობის თვალსაზრისით ჩემი შტაბ-ეჭდილებაა, რომ ცალკეულ დარღვევებზე არ ქონდა ოპერატიული რეაგირება ცალკეულ უწყებებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საარჩევნო დარღვევების შესწავლაზე, ანუ დროულ რეაგირებაზე. მაგალითად ეს ვინ იმუშავა ცუდად ამ მხრივ. ჩვენ დღეს გაბატონინო მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელიც საუბრობდა, რომ ეს კარგი არჩევნები იყო და რომ ყველა მის ასეთად შეაფასა. აი, რამდენად ადეკვატურად გამოიყურება ხელისუფლება აი ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშების და რეალობის ფონზეც. დიახ,
სახალხო დამცველს შეუძლია კონდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ რეაგირება, ხო? ჩვენ გვაქვს ჩვენი, ესე ვთქვათ, მანდატი, ჩვენ ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით, ასე ვთქვათ, უნდა ვსაუბრობდეთ ფაქტებზე, ამიტომ გარკვეული დრო ფაქტების გადამოწმება სჭირდება, თუმცა ამისთვის საარჩევნო პროცესში არსებობს სხვადასხვა უწყებები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ვადები, შედარებით მოკლე ვადები და უნდა იმოქმედონ უფრო ეფექტურად და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ შორის ის უწყებები, როგორიც არის მაგალითად უწყებათა შორისი კომისია, რომელიც სწორედ ამ ფაქტების დროული შესწავლის და რეაგირების მიზნით იყო შექმნილი, ან აუდიტის სამსახური, მით უმეტეს, როდესაც მოსყიდვის ფაქტებზე იყო საუბარი, CESCO და ასე შემდეგ, თითქოს აგვიანებდა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მათი მხრიდან აქტიური, ესე ვთქვათ, ქმედითი ნაბიჯები ყოველ შემთხვევაში ესე საჯაროდ არ დაგვინახავს. მე ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მეტნაკლებად იყო ეფექტური, დღესაც ვნახეთ, რომ მათ გამოაქვეყნეს ინფორმაცია გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დაიწყოს ასევე გამოძიებები მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებით და ალბათ ჩვენ აი ამ კონკრეტულ შემთხვევებს მივადევნებთ თვალს და შევისწავლით რამდენად ანუ ვფიქრობთ, რომ არჩევნების შესახებ სრული სურათი მაინც არ არსებობს, ვიდრე ყველა ეს ანუ პირველადი დასკვნების მიღმა ასევე საჭიროა კონტექსტის და მთელი აი ამ სურათის დანახვა, ვიდრე საბოლოო შეფასებას გავაკეთებდეთ არჩევნების? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არჩევნების შედგება წინა საარჩევნო პერიოდისგან, არჩევნების დღის და არჩევნების შემდგომი პერიოდისგან. ეს არის ერთიანი მთლიანი ციკლი და EUTO-ც მათ შორის აქვეყნებს ხოლმე საბოლოო დასკვნას არჩევნებზე გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. ეს არის მათი წინასწარი შედეგებიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მივადევნოთ თვალყური, როგორი რეაგირება ქონდა სახელმწიფოს და როგორი ექნება ამ ტიპის დარღვევებზე. თუმცა როგორც გითხარით, ინფორმაციები ვრცელდებოდა განსაკუთრებით მეორე ტურის წინ, რაც ჩემთვის იყო უფრო მნიშვნელოვანი, ეს ეხებოდა სავარაუდო ზეწოლის ფაქტებს ამორჩევლებზე, მათ შორის საჯარო დაწესებულებებში და უწყებებში და ჩვენ დავიწყეთ ამ ინფორმაციების გადამოწმება. ხშირ შემთხვევაში პირები საჯაროდ არ იყო მითითებული ანგარიშებში, ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რომ და უკვე მქონდა არასამთავრობო სექტორთანაც კომუნიკაცია, რომ მოგვაწოდონ ინფორმაციის, ესე ვთქვათ, წყაროები და გადავამოწმოთ ეს უშუალოდ ამ ადამიანებთან. თუმცა ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სახალხო დამცველთან არც ერთი განცხადება ოფიციალურად არ შემოსულა და ყველა ამ ფაქტზე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ შესწავლა. მაინც შეიძლება თუ არა ითქვას ასეთი ტიპის განცხადება მოვისმინეთ ჩვენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან, თქვენ თავადაც არჩევნების მიმართულებით მუშაობდით, ვიდრე გახდებოდით სახალხო დამცველი და ვიდრე მუშაობდით მანამდე აუდიტის სამსახურში, სადაც ასევე არჩევნების და პოლიტიკური პარტიებიც იყო მიმართულება, რომ ეს ამ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის იყო ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნები. აი რა შეიძლება იგულისხმებოდეს ასეთი შეფასებისას და თქვენ დაეთანხმებოდით თუ არა ასეთ შეფასებას? დიახ. მე ამ შემთხვევაში როგორც ალბათ ჩემი როგორც მოქალაქის პოზიციას მოგახსენებ და შემდეგ როგორც სახალხო დამცველისაც მეც მაქვს ნამდვილად განცდა, რომ ის პროცესები, რაც მიმდინარეობდა წინა საარჩევნოდ თუ არჩევნების დღეს არ გამოიყურებოდა ლამაზად, ესე რომ ვთქვათ. პირიქით ვფიქრობ, რომ იყო ძალიან ბინძური ვიტყოდი კამპანია და არ ვიცი, ძალიან პოლარიზებული და კანდიდატების მხარდამჭერებმა და ანუ კანდიდატების თუ აი ამ პოლარიზებული, ესე ვთქვათ, ორი მხარის მხრიდან მოხდა, არ ვიცი, ყველაფერი რაც შეიძლება, ესე ვთქვათ, გაკეთებულიყო, ან რასაც არ ველოდებოდით. ანუ მათ შორის რაღაცა ალბათ მორალური მხარეც ხშირ შემთხვევაში, ესე ვთქვათ, საზღურებიც იყო ხოლმე გადალახული. ეს რა თქმა უნდა გემოვნების და ესთეტიკის საკითხიც არის, თუმცა ასევე ვიტყოდი, რომ იყო შემთხვევები, როდესაც ისეთ საშიშ და ფაქიზ თემებს
თემებსაც ეხებოდნენ კანდიდატები და манипуლირებდნენ ისეთი თემებით, როგორიც არის მაგალითად ეთნიკური ნიშანი ან რელიგიური ნიშანი, რაც არის ძალიან სახიფათო და რა თქმა უნდა კონფლიქტის თემა, რაზეც ორივე მხარე აპელირებდა და ერთმანეთს აბრალებდნენ, ასე ვთქვათ, პრორუსულობას და ასე შემდეგ, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას, ეს ძალიან სახიფათო იყო ჩემი აზრით, პირველ რიგში იმ ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ვინც დაზარალდა კონფლიქტით, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ კამპანიას არ ვუყურებთ მხოლოდ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ამ კამპანიას უყურებენ ასევე ის ქვეყნები და ის ადამიანები, რომლებიც არ არიან, თქვათ, კეთილგანწყობილი ჩვენი სახელმწიფოს და მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და წარმოიდგინეთ, რომ ჩანდა ისეთი გარემო, რომ საქართველოში საზოგადოება და ძირითადი პოლიტიკური პარტიები აბრალებდნენ, რომ მათი, თქვათ, მოსვლის შემთხვევაში, პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში რაღაც ტერიტორიულ მთლიანობას და ექმნებოდა საფრთხე და მთელი რაღაცა ძალისხმევას სახელმწიფოს, რომ დაიცვან ამ ადამიანების კონფლიქტით დაზარალებული უფლებები, თქვათ, საერთაშორისო არენაზე, თითქოს აი ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ხდებოდა, რაც საერთო ჯამში არ შედის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის ინტერესში და ამიტომ ჩემი განცდა იყო, რომ აი რაღაცა თითქოს ყველა მიკადრა ყველაფერი, რაც და ყველა ზღვარს გადავიდა, ასე ვთქვათ, წინასაარჩევნო კამპანია ისე არ ხელისუფლების პასუხისმგებლობის წილი გასაგებია პროცესზე, მაგრამ როცა საუბრობთ, ყველამ ყველაფერი იკადრა, აქ როგორია მონაწილე სუბიექტები, ზოგადად მედიისაც თუნდაც მათ შორის და ასე ვთქვათ, თანაფარდობა მათი წილი აი იმაში, რაც მივიღეთ საბოლოოდ ყველაზე ნეგატიურ, ბინძურ და ასე ვთქვათ უარყოფითზე აწყობილი კამპანიით. დიახ, კანდიდატებზე ვიტყვი და შემდეგ ხელისუფლებაზეც თუ დრო გვაქვს მინდა ჩვენ ყველანი ვქნით რეალობას, მათ შორის საარჩევნო, წინასაარჩევნო ან საარჩევნო ან პოსტსაარჩევნო ვითარებას. ჩვენ ყველანი მონაწილეობთ მის შექმნაში მაინც. კი, გეთანხმებით და როდესაც საუბრობ, რომ ყველაფერი იკადრა, გულისხმობ იმას, რომ მთელი კამპანია გაჯერებული იყო ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციით, ეგრეთ წოდებული fake news-ებით, კომპრომატებით, მათ შორის პირად ცხოვრებაში ძალიან უხეში ჩარევის ფაქტებით, ასევე გარკვეული აპელირებებით, როგორც გითხარით, მათ შორის ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიშანზე. ანუ ეს იყო საკითხები, რაზეც მე ვფიქრობ, რომ თქვა სხვა არჩევნებში უფრო ფრთხილად ეკიდებოდნენ ხოლმე კანდიდატები, თუმცა სამწუხაროდ ყველა ვერკეტი იქნა ყველას მიერ გამოყენებული, რომ რაღაცა კომპრომეტირება მომხდარიყო ოპონენტის. ეხლა რაც შეეხება და ეს იყო ძალიან სამწუხარო ტენდენცია. მე არ ვიცი სამომავლოდ ვის შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, რომ მიიღოს მსგავს არჩევნებში მონაწილეობა ან გახდეს კანდიდატი, როდესაც იცის, რომ რამხელა, არ ვიცი, თავდასხმის მსხვერპლი ან რამხელა აგრესიის სამიზნე შეიძლება გახდეს და სამწუხაროდ მე ვერ დავინახე ერთ-ერთი პარტიის მათ შორის ლიდერების მხრიდან რაღაცა განცხადება, რომ რითიც ისინი მოუწოდებდნენ თავიანთ მხარდამჭერებს უფრო მეტი ეთიკურობის დაცვისკენ და რაღაცა ქცევის წესებზე შეთანხმდებოდნენ. სამწუხაროდ აი ესეთი მოწოდება პარტიების მხრიდან არ მომხდარა. ჩვენ არ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც აგრძელავს მსგავსი ტიპის კამპანიის ჩატარებას, თუმცა მე ვფიქრობ, რომ არ შეიძლება, რომ რაღაცა არ არსებობდეს საზღვრები და ბარიერები წინასაარჩევნო პერიოდში რაღაც განცხადებების გაკეთების დროს. ასევე მეორე მნიშვნელოვანი ძალიან სამწუხარო ტენდენცია, რაც მე დავინახე, ეს იყო უპრეცედენტო და მასშტაბური და აგრესიული თავდასხმა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ. და მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და თანადგომა ამ ორგანიზაციების მიმართ. მე მჯერა მათი კეთილსინდისიერების და ძალიან სამწუხაროა, რომ აი ამ კამპანიის პერიოდში ისინი ასევე გახდნენ სამიზნე დეზინფორმაციის, სამიზნე რაღაცა არასწორი ინფორმაციის, აგრესიის და მათ შორის რაღაცა ორგანიზებული ასე ვთქვათ კამპანიის, როგორც მედიის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელებში და ეს არის ძალიან სამწუხარო და მე ვფიქრობ, რომ იგულისხმება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ხო? რა თქმა უნდა, იგულისხმება
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და აქ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის განსაკუთრებით, იმიტომ რომ მათი მხრიდანაც სამწუხაროდ ხდებოდა აი ამ კამპანიის ახალისება ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას, ესე ვთქვათ, დაეცვა სამოქალაქო სექტორის სადამკვირვებლო ორგანიზაციები მსგავსი ტიპის თავდასხმებისაგან. გასაგებია, როდის იქნება მზად, როგორც ცნობილია თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ არ ხართ არ იყავით სადამკვირვებლო მიმართულებით არ მუშაობდით, თქვენი ანგარიში იქნება არჩევნების თაობაზე ცნობილი. მოგეხსენებათ ჩვენ უკვე მომავალი წლის დასაწყისში უნდა წარვადგინოთ ანგარიში საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებების ყოველწლიური მდგომარეობის შესახებ, ცალკე თავი რა თქმა უნდა ეძღვნება არჩევნების უფლებას და ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ჭრილში უკვე გვექნება დრო და დამუშავებული ინფორმაცია იმისათვის, რომ შევაფასოთ აღნიშნული არჩევნების მიმდინარეობა და რამდენად იყო დაცული ნების თავისუფალი კოორდინატორები, აგიტატორები სხვადასხვაგვარად უწოდებენ ადამიანებს სიითხელში, რომლებიც ამომრჩევლებს ურეკავენ, ვთქვათ, მათ მობილიზებას ახდენენ, ამოწმებენ და ასე შემდეგ და სულ ამბობენ, რომ ეს არ არის უკანონობად არ ითვლება. მაგრამ მე იმ ადამიანთა შორის ვარ, ვინც ფიქრობს, რომ ეს ირიბი მაინც მინიმუმ ზეწოლაა ნებაზე, იმიტომ რომ როცა ვიღაცა რამდენჯერმე გამოწმებს, აღრიცხავს, იწერს, ინიშნავს, ეს შეიძლება რაღაც ტიპის გავლენას ახდენდეს ადამიანზე, იმიტომ რომ ყოველას არ აქვს თანაბარი შინაგანი გაბედულება და ზოგი ფიქრობს კიდეც, რომ კაბინაში, სადაც ხაზავს კონკრეტულ ბიულეტენს, იქაც კი არ არის ვთქვათ პრივატულობა დაცული. ეს შეიძლება თუ არა რომ დადგეს ინიციატივა რომ არ იყოს არც არჩევნო უბანთან ეს დაშვებული თუ ეს ისეთი ეს ვთქვათ რამაა რომ ამის აკრძალვა არ არის შესაძლებელი. დიანა, მე ევროპაში ძალიან განვითარებულ ქვეყნებში მინახავს არჩევნებს დაუკვირვები ვარ და მინახავს საარჩევნო უბნებთან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ აგიტაციას. თუმცა ეს არის სულ სხვა კონტექსტი და მათ შორის საქართველოშიც მესმის ხომ რა ევროპაშიც ხდება ამომრჩევლების მობილიზება და აგიტაცია არჩევნების დღეს, თუმცა აბსოლუტურად განსხვავდება და დაგეთანხმები შეფასებებში ის აგიტაცია იმისგან, რასაც ჩვენ ყველა არჩევნებზე საქართველოში ვადევნებთ, არ ვიცი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მე პირადად ვაკვირდებოდი, რასაც ვადევნებთ თვალს, ხო, ეს არ არის აგიტაცია, ეს ნამდვილად არის კონტროლი ამომრჩევლის, ვინ მოვიდა, ვინ არ მოვიდა, გადარეკვა, შემდეგ გადამოწმება მოდის თუ არა და რა თქმა უნდა ეს არის მით უმეტეს იმ საზოგადოებაში, სადაც ნამდვილად არ გვაქვს ჩვენ ესეთი თავისუფალი და თავდაჯერებული საზოგადოება ხშირ შემთხვევაში, ნამდვილად აღიქმება ნების თავისუფალ გამოვლენაზე კონტროლა მათ შორის არჩევნებზე არ გამოცხადებაც არის ამომრჩევლის არჩევანი. ეს არ არის ვალდებულება და არავინ არ უნდა მიკონტროლებდეს გამოცხადეთ თუ არა არჩევნებზე, მით უმეტეს, როდესაც ორ კანდიდატიანი არის არჩევნები, ჩემი არ გამოცხადება უკვე ნიშნავს, რომ მე ვიღაცა სხვის სიმხარდამჭერი შეიძლება ვიყო და ამის გამო შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას შემდეგ სამომავლოდ ამ ადამიანს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ნამდვილად საჭიროებს დარეგულირებას, ძალიან უარყოფითი ტენდენცია არის და უბრალოდ ვფიქრობ, რომ ნამდვილად ძალიან ცუდად გამოიყურება და არ ეკადრება ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ სახელმწიფოს ის, რომ დღესაც ჩვენ ვხედავთ გაურკვეველ ადამიანებს რაღაც არჩევნო უბნებთან, რომლებიც აკონტროლებენ მიმსვლელ-მომსვლელს და შემდეგ რეკავენ და რა ვიცი იძულების თუ თხოვნის თუ სხვა ასე ვთქვათ გზებით ცდილობენ ამომრჩევლის მოყვანას საარჩევნო უბანზე. სხვაზე გასაგები აგიტაცია, რომელიც ევროპაში გინახავთ, რას ნიშნავს? შეიძლება რაღაც სიმბოლიკა პარტიული ხმა მიეცით ამასან, იმას, საიკო ასეთი ტიპის არის თუ სიებით ხელში გინახავთ სადმე ადამიანები? არა, ნამდვილად არ მინახავს სიებით ხელში და ძალიან კომიკური იქნებოდა, რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ჩვენ გვინდა დემოკრატიული რაღაცა ევროპული ტიპის, რა ვიცი, თანამედროვე არჩევნები, უცებ წარმოვიდგინოთ, რომ აი თქვათ, რომელიღაცა განვითარებულ ქვეყანაში ვნახოთ ესეთი სურათი, როგორი კომიკური იქნება, ხო? აი არ ვიცი, გერმანიაში ან არ ვიცი, ავსტრიაში ან სადმე ან ნორვეგიაში, რომ წარმოვიდგინოთ აგიტატორები, რომლებიც დგანან საარჩევნო უბნებზე და ესეთ რაღაცას აკეთებენ, როგორი კომიკური იქნება.
იქნება, ხო? შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ არც ჩვენ საზოგადოებას არ ეკადრება ეს და ნამდვილად გავიზარდეთ საზოგადოება იმისთვის, რომ არ ვიმსახურებდეთ აი ესეთი ტიპის დამოკიდებულებას არჩევნების დღეს. თუმცა მაინც პოზიტივით მინდა დავასრულო და მე მაინც მჯერა, რომ საზოგადოება უფრო მეტად არის გაზრდილი, ვიდრე ის საარჩევნო რაღაცა ტექნოლოგიები, რასაც ხშირ შემთხვევაში კანდიდატები და იყენებენ წინა საარჩევნო კამპანიის დროს. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას, შესაძლებელია გარკვეულ ნაწილზე სამწუხაროდ არიან მოწყვლადი ჯგუფები, რომლებზეც შესაძლებელია იყოს მანიპულაციის საშუალება, თუმცა ალბათ ეს არის ამომრჩეველი, რომელიც უფრო ნაკლებად არის ჩამოყალიბებული ან არა აქვს რაღაცა კონკრეტული არჩევანი. მე ვფიქრობ, რომ მაინც ადამიანები, რომლებსაც აქვთ კაფიოდ გადაწყვეტილი თუ ვისმის სენხმა, ისინი ვფიქრობ, რომ მაინც საბოლოო ჯამში თავისუფლად აკეთებენ არჩევანს და იმედია, რომ საზოგადოება კიდევ უფრო გაიზრდება, სამწუხაროდ ის რაღაცა ტენდენციები, ტექნოლოგიები ნამდვილად არ იზრდება და სწორედ ამაზე ვლაპარაკობ, რომ საზოგადოება უფრო მეტად გაზრდილი არის და ნამდვილად არ იმსახურებს აი ესეთ დამოკიდებულებას და ესეთ ტექნოლოგიებს დღევანდელი ნამდვილად არ არის სასიამოვნო ვინმე განუწყვეტლივ ამოწმებდეს, იწერდეს, ხაზავდეს, გირეკავდეს პირადობის მოწმობით ან შენი პერსონალური მონაცემებით აღჭურვილი ხვდებოდეს საარჩევნო უბანთან. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ჩამორჩენილი მიდგომა და პატივისცემის, ასე ვთქვათ, არ გამოხატვა შენი ამომრჩევლის მიმართ და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას ძალიან სწორად აფასებს. ძალიან დიდი მადლობა ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველს, მე მას დავემშვიდობები. პარტიები საკუთარ ხედვებს აყალიბებენ იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს მათი სტრატეგია. ევროპულ საქართველოში ამ წუთებში პოლიტსაბჭოს ხდომა იმართება, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტი რუსუდან ჯაბანიშვილი ესწრება და მოგვიყვება რა ტიპის გადაწყვეტილება მიიღო აი ამ ჯგუფმა, რომელიც მეორე ტურში იყო გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი.